ჩემი საყვარელი მითი. კარგი ლექტორი არაფერს ცulis. რა თქმა უნდა რომ ცulis. ყველაფერს ცulis კარგი ლექტორი, როგორც კარგი მასწავლებელი სკოლაში. მაკეთ? ინჟიზე? ხო, აქაც მყავს კარგი ლექტორი და მყავს ცუდი ლექტორი. ცუდი ლექტორი, რომელიც მასწავლის ძალიან მნიშვნელოვან საგანს. კალკულს მასწავლის. და არ ვიცი, ხო, შეიძლება რაღაც მომენტში მე ვარ პრობლემა და მე ვერ ვიგებ ამ კაცის ნალაპარაკებს. მაგრამ არა, ვერ ვიგებ. და ძალიან დიდი შანსია, რომ საგანი დამწეს, იმიტომ რომ მე ვერ ვიგებ, როცა მიხსნის ახალ მასალას, მე ამ მასალას მე თვითონ ვწვალობ და სწავლობ და ვიძებ რაღაც ვიდეოებს ვუყურებ, რომ ვიღაცამ კარგად ახსნა YouTube-ზე. ამასობაში მე ვკარგავ დროს იმისას, რომ ეს მასალა ავითვისო და გავიაზრო. მოდის კვიზი, რომელიც უნდა დავწერო ამ მასალაზე, რომელსაც მზად არ ვარ. ამ კვიზს რა თქმა უნდა რომ ვერ ვწერ. ვიღებ დაბალქულას, მერე კიდე იგივე ციკლში ვარ. მოდის შუალედური და შუალედურზე მასალა, რომელიც უნდა მომივიდეს წინა ლექციაზე ახსნა ძალიან ცუდად და მე ვერ გავიგე რა თქმა უნდა და ვიტირე სახლში. და ასე სემესტრის ბოლოს, როცა უნდა მქონდეს 60 ქულა, მაქვს 20.5. და ველოდები ბოლო კვიზს, რომელიც არის 12 ქულიანი და კაც ვარ იცის როგორ დავწერო. ხო, ანუ მანდაც მაინც იგივე კრიტერიუმებით არის, რა. ზუსტად. მიყავხარ ანუ აქედან კიდე პარალელი სკოლაში გავავლებ, ყავდა ძალიან კარგი მათემატიკის მასწავლებელი, ძალიან კარგი ფიზიკის მასწავლებელი, პიროვნულად არ ვხები არც ერთს, მაგრამ როგორც მასწავლებელი, ფიზიკა მე ჩავაბარე სკოლაში ნასწავლით და იყო გასული რამდენი წელი? 2 წელი მინიმუმ იყო, 3 წელი გასული. არა, 2 წელი იყო გასული, ცოტა მეტი 2 წელიწად ნახევარი, რაც მე ფიზიკისთვის ხელი არ მქონდა ნახლებად. ანუ ხელში არ ამიღია ფიზიკის წიგნი და არაფერი საერთოდ და იმდენად კარგად მქონდა გააზრებული თავის დროზე და ნასწავლი, რომ მე ეს ცოდნა ეროვნულების ჩასაბარებლად ძალიან გამომადგა. და კი ვარ ახლა აქ. არა და თეატრალურში საერთოდ. თეატრალურში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში იმ არის ლექტორი. და ჯგუფის კომპონენტი. მართლა გადამწყვეტი. და ვისაც გინდათ თეატრალურში ჩაბარება. ჯერ გაიგეთ ვისთან მოხვდებით და მე ჩააბარეთ. ძალიან საყურადღებოა. ძალიან საყურადღებოა. სხვათა შორის წარიმართება რა, შენი. სწავლის ხარისხი პროფესიის ხარისხი, პროფესიონალის ხარისხი, პროფესიონალიზმის ხარისხი. ყველაფერი წარიმართება ლექტორით. ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად. პროფესიონალი მხოლოდ უნივერსიტეტიდან გამოდის. კი? კი, იმიტომ რომ არ მახსოვს სადმე წავიკითხე თუ უბრალოდ ვლაპარაკობდით მაგაზე. რომ დიპლომის ქონა ნიშნავს, რომ დამსაქმებელს ეუბნები, რომ მე 4 წელი სადღაც ვიარე. სისტემატიურად დავალება ვაკეთე. არც ერთი საგანი არ დამრჩა. ანუ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა ავიღე. და მე მზად ვარ, რომ შენ რაღაც დავალებას მომცემ. მე გავაკეთებ. ხარო ყველა ეგეთი დიპლომიანი პროფესიონალია? ანუ ყველა მიიშვება თავის საქმეზე? არა. უბრალოდ ფსიქოლოგიურად ეგ არის, რომ მე ვუყურებ და თუ ამას კარგი დიპლომი აქვს. კარგი დიპლომი რა, წითელი დიპლომი. კიდე არსებობს. კი. თეატრალურშიც გვექნება. გვექნება არც არ გვექნება, მაგრამ მე მქონდა შანსი მქონოდა, იმიტომ რომ პირველი 2 წელი მართლა კურსზე ყველაზე კარგი ის მქონდა. GPA და საშუალო ქულა მქონდა 97 2 წლის განმავლობაში. რაც მე გამიფუჭდა ქულები და იმდენად დიდი იყო ის რაოდენობა კარგი ქულების, რომ ვერ ჩამომივარდა. ეხლა არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ხარაბეც ვეციოთ აღაბეც. ო, ეხლა ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ GPA ისევ კარგად მაქვს. Yes, thank you. კარგი, გადავიდეთ კითხვებზე. Oh, wow. გადავიდეთ კითხვებზე. ინებეთ. Oh my god, ეს ჩემია. შენი რუბრიკა. ეს ჩემი პირადი. კი. გადავიდეთ კითხვებზე. დაატრიალეთ დოგურად. დღეს რომ 18 წლის იყო. იგივე საერთოდ? მე კი. მე მაინც.
აუ არ ვიცი, რაღაც მომენტში ფიქრობ ხოლმე. უნივერსიტეტში ჩავაბარე. მე მეორეში ჩავაბარებდი. ჯერ. ჯერ და მერე გადმოხვიდე. კი, ინჟინერიაზე ჩავაბარებდი. ანუ მაინც შეიძლება. კი. იმიტომ რომ მე მაინც მგონია რომ ის პიროვნული გამოცდილება რაც მივიღე ამ 3 წლის განმავლობაში არ მიღირს დაკარგულ დროდ. ვა. მე ცხოვრება ვისწავლე ამ 3 წელში. არა, მეც მართლა ბევრად უფრო მეტი მივიღე ცხოვრებისეულად და ადამიანურად და ბევრი personality trait. ანუ მართლა ბევრი რაღაც გამოვიმუშავე და ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობაში. ბევრი შეცდომა დაუშვი და ამ შეცდომებიდან რაღაც ავიღე, როგორც პიროვნებამ და ამიტომ მithumetes თეატრალში ხალხო, სადაც ყველას თავს აჭამს. კი, მართლა მანდ უნდა ისწავლო ცხოვრება. როგორი უნდა იყო, როგორი არ უნდა იყო. და ამიტომ მაგას დავიტოვებდი, მაგრამ არ მიღერს მაინც იმ დაკარგულ 3 წლად, რომელიც შეიძლება გამომეყენებინა იმისთვის, რომ პროფესია მესწავლა და მე 4 წლის მერე დავამთავრებდი და სამსახური მეშოვა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში. კი. რა ცნაურია ეს, აი ხო, მართლა ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობ, თითქმის ერთ გამოცდილებას ვიღებთ ერთნაირად ვართ და ანუ მაინც შენთვის რაღაც მომენტში დაკარგული წლები, ანუ არ არის დაკარგული წლები რა თქმა უნდა. არ არის, მაგრამ მაინც მგონია რომ არის. ჩემთვის მთავარი წლებია. ანუ ეს წლები რო არა, არ ვიცი. ოღონდ ანუ რაღაც შენოდრა ნეგატიური კუთხით იძახი. ცოტა. ხო, და ჩემთვის პირიქით. ნეგატივი იყო რა თქმა უნდა და ზოგადად ამ პროფესიაში ალბათ სულ არის ნეგატივი. რადგან შესაუბრობ. მაგრამ ანუ იმხელა ანუ მაგრამ გამახსენდება. არა, მეც ძალიან კარგად გამახსენდება და მე დღეს უკვე კარგად მახსენდება. ანუ 2 წელი გავიდა და ნახევარი სემესტრი, მაგრამ იმდენად ბევრი რაღაც მოხდა და ბევრი რაღაც გადავიტანეთ იმ 16 ადამიანმა ერთად. გინდა კარგი, გინდა ცუდი, აი გავიზარდეთ ერთად. მე დღესაც ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება და აი მგონია რომ უკვე ერთი სტუდენტობა ვიცხოვრე და ეხლა შემიძლია რომ აი სტუდენტობის საცხოვრებელი რაც უნდა გამევლო და შვილებისთვის მომეყოლა, ეგ უკვე გავოიარე და ეხლა შემიძლია მივხედო მარტო სწავლას. მართლა სწავლას მივხედო. კარგი სამსახური ხშირად კავშირებით იწყება და არა ნიჭით. საქართველოში განსაკუთრებით კი. იმიტომ რომ კავშირებით შეიძლება ჩემზე აი რაც წეღან თქვი რომ ჩემიანს უფრო დავასაქმებო. აი და ზუსტად ეგ თქვი რომ სულ შეიძლება 100 თავით ნიჭიერი იყოს. ზუსტად ეგ თქვი და ხო. და ბიჭო არ ვიცი ეგ ცუდია თუ არა. შეთვის ახლა კარგია რა თქმა უნდა შეისასროა საქმეებ, მაგრამ და იმისთვის იმ ნიჭიერი იქნება აი ის რომ ჩვენ ვართ რაღაც მომენტში ჩვენ შეიძლება ვიყოთ ჩვენ დავწვეთ იმ ადგილას აბარიო ძიმეა ეს ცხოვრება. არის თუ არა დიპლომი, სოციალური სტატუსი. კი. ვიღაცაზე მაღლა ხარ და ეს უჩინარი პლატფორმაა, რაზეც დგახარ და ზემოდან უყურებ. ვიღაცას ვისაც დიპლომი არ აქვს. შეიძლება არ ხარ ეგეთი პიროვნება და პერსონა, რომ ვიღაცა ზემოდან გადახედო, მაგრამ აი ხა მე რო 2 დიპლომი მექნება და შენ ერთი მე შენზე მაღლა ვარ რაღაც. არასდროს ხარ შევიმჩნევთ მაგას და არასდროს ახლა მე არ გეტყვი შენ მაგას და მაგრამ მაინც ის იქნება რომ მე შენზე მაღლა ვარ რაღაც. და ანუ თუნდაც სამსახურით რომელიც მექნება და ბევრად მეტი შემოსავალი მექნება. ჩვენი ხალხი. ერთად ვიქნებით კარგად. ეგ ხო. შინაგან ეხა ბიჭო რა აი თუნდაც რაღაც მომენტში შვილი რო ყავდეს დიპლომას ძალიან გამიტყდება დიპლომა რო შეუყვარდა სიტყვაზე რაღაცა. აი მაგრა გამიტყდება. აი ძალიან მეწყინება. დაჟე არც ჩავეძიები რომ რატო არის დიპლომა რაღაცა. ძალიან გამიტყდება რომ რატო დიპლომა რატო. როცა ასეთი ადვილია, მაგრამ ნუ არ ვიცი ხო კიდე. მაგრამ ეგეც არის. ხა თუ იმის დიპლომი აქვს რაღაცა. ხაშურის მუნიციპალიტეტი რა. კულტურული ტურიზმი. არა, ხო, აი რა. იტყვილას. მეგობრებო, ვინც კულტურულ ტურიზმზე სწავლობთ, არაფერი ცუდი. კაი. No shade. Stop. არაფერი საერთოდ მეგობრებო, უბრალოდ მაგაზე მოხვედრა ხო ძალიან ცოტა სულ. რეალურად.
პროსტა ხო სწავლობ. აი აღიარეთ. ანუ არის ბევრი ვისაც მართლა აინტერესებს და ის ხო, მაგრამ თეატრალებში რატომ ჩავაბარო კულტურულ ტურიზმში? იმიტომ რომ არიარო იმიტომ რომ არიარო ხო? და დიპლომი აიღო. კი, და უბრალოდ გერქვას რომ გაქვს დიპლომი. თორე ვისაც მართლა აინტერესებს ჩემი აზრით. ვისაც მართლა აინტერესებს ახ თეატრალურში არ ჩაბარებს მაგაზე. კულტურულ ტურიზმზე რატო? ვიტყვეთ, აუ გინდა არ გინდა თეატრალური მაინც არის მსახიობების, რეჟისორების. ნუ კაი. ქორეოგრაფების. ქორეოგრაფ პანტომიმა. ანუ ცოტა იზედე. ატომა სამსახიობო არის. აუ. ხარია. ანუ ნუ მაგ ჯგუფებისთვის არის რა შემოქმედებითია. ანუ დაჟე ჟურნალისტი უნდა სწავლობდეს. იმიტომ რომ მეტყველება უფრო მაღალ საფეხურზეა. კი, რატო არა? ჟურნალისტიკას რომ სიტყვაზე, რა ვიცი, ფსეუში ასწავლიან, იქ მეტყველებას არ გადიან? ან მეტყველებას მეტყვი ნამოვდიო? არ ვიცი. არ ვარ კომპეტენტური. აბა რა გაკეთე? კომპეტენტოს უმეძახი. წყის. ხო და არ ვიცი. არა, წესით უნდა გადიოდნენ. წესით ყველა გადის ცოტას, რაღაც თუნდაც ერთ სემესტრს.